დღეს მივდივარ ერევანში მოლის გახსნაზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის დაესწრება. სევანის გზიდან წავედით, რომელიც იყო ძალიან ლამაზი, თუმცა ძალიან დამღლელი და პირველი გაჩერება იყო ფუდკორტი. ესეც სევანის ტბა. 6 საათიანი მგზავრობის შემდეგ ძლივ ჩამოვაღწია ერევანში და გავემართა უკვე სასტუმროსკენ. იბის ერევანში გავჩერდი, რომელიც ძალიან ლამაზ უბანში იყო. აქ კი 1 საათი ვეძებდი ჩემ ნომერს, რომელიც ხვირწინ მქონდა. ცოტა დავისვენე და უკვე დრო ამოვემზადო, აქ ნეიტრალური ფერები გადავწყვიტე, რადგან მთელი მთავრობა იქ იქნება და ვინმე თვალში ცუდად არ მოხვდე, მით უმეტეს მაშინ როცა დღეს დაიგჭირეს 16 ოპოზიციონერი, ასევე ერთ-ერთი მაღალი წოდების სასულიერო პირი. უკვე მზად ვარ და დროა წავიდე მოლში, ესეც ჩემი საბოლოო ლუკი. ეს არის მოლი, რომელიც იხსნება და აქვე არის არარატის მთა, უკვე დაწყებული არის ფურშეთის მომზადება. იმეთის ორგანიზატორი არის დუბაის ერთ-ერთი წამყვანი იმედ კომპანია. მოწვეული იყო 400 სტუმარი და როგორც მითხრეს მთელი სომხეთის ელიტა ესწრებოდა. აქ ველოდებოდით ფაშინიანის მოსვლას და დაიწყო ივენტი. მე კარგი და გაღაფარმირებული კაც. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არ გაითიშა დენი და როგორც აღმოჩნდა, დივერსია მოგვიწყეს და ოპოზიციონერებმა გაუფთიშეს დენი მოლს. ელექტროენერგიის მიწოდება ვერ აღადგინეს, ამიტომ მოიტანეს გენერატორები და მხოლოდ ამის შემდეგ ნაწილობრივ აღდგა დენი. დენის გათიშვისთანავე ფაშინიანმა დატოვა ტერიტორია, ვინაიდან საფრთხე ექმნებოდა მის იქ ყოფნას. ამის შემდეგ ჩემ ფავორიტ რესტორანს ვესტუმრე ერევანში და ცოტა გავისერინა უკვე ერევნის ქუჩებში. ეს იყო პირველი დღის ვლოგი და დაელოდეთ მეორეს.